მოგესალმებით ჩემო თბილო მეგობრებო, დღეს დაიწყო ვლოგი იმით, რომ თუ რა შევიძინეთ. ჩემ მეუღლე იყო და ბავშვი მაღაზიაში და მოიტანეს. აი ეს პური, აქვე ახლოში გვაქვს ფურნე. ეს უგემრიელესი პურია, არის ესეთი პური, მგონი არ გვიჭამია, ძალიან გემრიელი პურია და ამის ესეთი პატარაა კიდე. ეს ერთი დიდი და ერთი პატარა ვიყიდეთ. ესეთი პეჩენიები ძალიან გვიყვარს ჩვენ ოჯახში ყველას. ეს ალისას და საფიას უყიდა ჩემ მეუღლე. ეს ალპენ გოლდი, ყველა წამხოლმე, ესეთი კამფეტები დავწერთ. ეს ძალიან გვიყვარს ხოლმე დრძით ისეთი სამხოლმე და ქართულსაც ვაკეთებ. ეს ბრინჯი, ესეთი ეს ბავშვებს ესეთი კამფეტები, ეს პომიდორი, ეს წიტრი, ეს კომბოსტო, ეს ჭარხალი, პეპსი იყიდე, ეს პეპსი. სულ ეს იყო ჩემო კარგებო ნაყიდობები. და ესეთი უგემრიელესობა, ესეთი ანგელოზი ხემები აქვს ჩემს მეუღლეს და ეს სალათი. მოგესალმებით ჩემო თბილო მეგობრებო, დღეს იქნება ახალი ვლოგი. დღეს მინდა გარდერობი დავალაგო, თუ მომიხერხდა, არ ვიცი, იმიტომ კიდევ პლუს დასალაგებელი მაქვს სახლი, ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს გასაკეთებელი და თქვენც წაგიყვანთ ჩემთან ერთად ჩემო ლამაზებო, ჩემო თბილებო და ჩემო საყვარლებო. მეგობრებო, ეხლა გავწმინდე მაცივარი და ესე გამოიყურება ეხლა. შევაწყობ ლამაზად შიგნით რაც გვაქვს ეხლა. ეს არის, აქ შეგიძლიათ ხილით ჩააწყოთ, გადმოწევთ ამას. აი აქ ნახეთ, აქ არის ხილის ნიშანი, გადავწევთ და ხილს შეინახავთ. აქ არის ბოსტნეულის ნიშანი, გადავწევთ და ბოსტნეულს შეინახავთ და ძალიან კარგად ინახავს. აი, არ ვიცი, მართლა გეუბნებით. კომბოსტო ქონდა ნაყიდი, დაახლოებით 3 კვირა ქონდა ჩადებული შიგნით და გავაკეთეთ, შემდეგ ვაფშე ერთი გაფუჭებული არ იყო, წარმოიდგინეთ 3 კვირა რომ გაგიძლევს, არასდროს არ გამოძლევია აქამდე. თქვენ არ იცილება, თქვენც გიძლევთ, არ ვიცი, მაგრამ მე არასდროს არ გამოძლევია და 3 კვირა გაუძლო, ამიტომ ძალიან მომწონს და ძალიან მიხარია რომ აქვს ესეთი სათავსო. გემრიელობა. ჩემ მეგობრებო, ეხლა კარადები აქ დავალაგე, ესე ლამაზად და აქაც დავალაგე ეს კარადები. აქ ესე ლამაზად ჩავაწყე. მართალია მე კიდევ გადავანაცვლებ გამოვანაცვლებ სხვანაირად დავაწყობ, მაგრამ ესე ლამაზადაა ეხლა. ესე გამოიყურება ეხლა ჩვენი ესე ლამაზი ოთახი.
მოგესალმებით შემოთბილო მეგობრებო, როგორ ხართ? შემოვედი ახლა ესე თქვენთან და უბრალოდ საკითხად თუ როგორ ახართ, როგორ გრძნობთ თავს და ასევე მინდა ცოტა მოგიყვეთ თუ რა ხდება ჩვენთან. ხო, ასევე მაინტერესებს მოკლე ვიდეოები გამოვაქვეყნე და მაინტერესებს რამდენად თქვენ ხედავთ ამ მოკლე ვიდეოს. საწყანია რა თქმა უნდა, ძალიან ესე ვთქვათ, ვცდილობდი რედაქტირების დროსაც მინდოდა რომ საინტერესო ყოფილიყო, ლამაზი ყოფილიყო და თქვენც რომ მოგწონებოდათ. სამწუხაროდ ის არ მივიღე, მაგალითად თუნდაც ლაიქები ან კომენტარები თქვენსგან და ვფიქრობ რომ თქვენ უბრალოდ ვერ ნახეთ ეს მოკლე ვიდეოები. და საინტერესო იქნება ძალიან გთხოვთ დამიწეროთ კომენტარებში თქვენ ნახეთ თუ არა ეს ორი ვიდეო და მაინტერესებს ესეთი მოკლე მინი ვიდეოები უმეტი მოგწონთ თუ მაგალითად ესე გრძელი ვიდეო 15-10 წუთიანები უფრო მოგწონთ და როდესაც საუბრობ. ჩემ ერთმა გამომწერმა რომელიც ვიცი რომ პირველად რო გავხსენი არხი, მაშინ გამოიწერა ჩემი არხი და ძალიან მიხარია რომ დღემდე მიყურებს და თვითონ ახლა რო უყურებს ამ ვიდეოს მიხვდება რომ მასზე ვსაუბრობ და ძალიან მადლობელი ვარ მისი რომ ესეთი ერთგულია და რა თქმა უნდა ყველა გამომწერის მადლობელი ვარ ვინც ერთგულად მიყურებს და დღემდე ჩემ გვერდით არის. მართლა ძალიან დიდი მადლობელი ვარ. და აი იმ ჩემ გამომწერმა მითხრა რომ როდესაც საუბრობ მეტად მომწონს შენი ვიდეოები და უმჯობესია რომ ისაუბრო და ძალიან ტკბილი ხმა გაქვს და ძალიან დიდი მადლობა. მე ხანდახან მომწონს ხოლმე ASMR-ი რო არის ხმაური, რასაც აკეთებ იმ ეტაპის დროს რაც ხდება იმას იღებ და რა ვიცი, ესეც გადავიღე, ისეთნაირად გადავიღე. აი ყველანაირად ვცდილობ ჩემს აუდიტორიას როგორიც მოეწონება ჩემი ვიდეო, რომ აი დავინახო, აი ლაიქებით უფრო ხედავ ხოლმე, აი მოეწონათ თუ არა, მილაიქებენ და მიკომენტარებენ, რა თქმა უნდა, ჩემი გამომწერებიც, რომ მოეწონებათ რაღაც კითხვა რო აქვს, სულ მისვავენ ხოლმე და ასე შემდეგ. და ძალიან მინდა რომ იაქტიუროთ. ეს აქტიურობა მომცემს მოტივაციას. მომინდება რომ მეტი და მეტი გადაგიღოთ, მეტად ლამაზად დავარედაქტირო კონტენტები და მეტი სიახლეები შემოგთავაზოთ, შემოთბილებო და ლამაზებო. და მაქვს თქვენი იმედი რომ ეხლა ამ ვიდეოში იაქტიუროთ, დამიწერთ კომენტარებს და წავიკითხავ თუ აი მოკლე ვიდეოები მოგეწონათ, თუ მაგალითად გირჩენიათ უფრო გრძელი ვიდეოები გამოვაქვეყნო, როგორც ეხლა ეს გამოვა. ამ ვიდეოში ესე ვთქვათ ყველაფერია, რამოდენიმე დღეების არის, თუ რა ვიყიდეთ, შემდეგ ეს კარადა დავალაგე ის ვიდეო განახეთ. თვითონ რო ვალაგებდი ის პერიოდი არ გადამიღე, იმიტომ რომ დრო არ მქონდა და როდესაც ვალაგებ მეტი დრო ჭირდება რა თქმა უნდა. ვცდილობ რომ რაკურსებით სხვადასხვანაირად გადაგიღოთ რომ მეტი საინტერესოდ უყუროთ ჩემს ვლოგს, მაგიტო მაგ დღეს არ მეცალა რომ ჩქარა და სწრაფად მინდოდა დამილაგებინა, მაგრამ შედეგს გაჩვენებთ და რა იცი კომენტარებში დამიწერეთ როგორ მოგეწონათ ასე შემდეგ. ესეთი ვიდეო იქნება თუ რა საჭმელი გავაკეთეთ, ჩემ მეუღლემ რა გააკეთა და ესეთნაირად. იმედია მოგეწონებათ ეს ვლოგი და იმედია ამ ვლოგზე იაქტირებთ, დამიწერთ კომენტარებს და დამილაიქებთ. ასევე ვისაც არ გაქვთ გამოწერილი ჩემი არხი და უყურებთ, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხი. ამით მე
რა ვიცი, ძალიან გამაბედნიერებს, იმიტომ ძალიან მიხარია, როდესაც უყურებ ხოლმე ახალი გამომწერი მყავს და ძალიან მიხარია, რომ როდესაც უყურებ ლაიქები მაქვს, კომენტარები მაქვს და რა თქმა უნდა, ყველა ბლოგერისთვის ეს არის ეს სამი, ესე ვთქვათ, ძირითადი, რომელიც ახარებს, აძლიერებს, ზრდის და мотивაციას აძლევს. და ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ შემისროლოთ ეს ჩემი დიდი თხოვნა. ძალიან დიდი თხოვნა ჩემთვის. ხო, რაც შეეხება ახლა ჩემ ბლოგებს, ჯერჯერობით ესეთი ბლოგები მექნება, ჯერ არსად არ ვაპირებთ წასვლას დასასვენებლად, იმიტომ რომ სამუშაო გვაქვს ესე გადამბული ამ ეტაპზე და ვერაფერს ვერ მოვახერხებთ ამ პერიოდისთვის, თან ახლა გადმოვარგდით. სახლში კიდე ძალიან ბევრი რაღაც არის დასამთავრებელი და ეტაპობრივად ამ ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც კი გვაქვს დრო, როგორც გვაქვს შესაძლებლობა. თქვენც რა თქმა უნდა გადაგიღებთ ეტაპობრივად. ერთ-ერთმა გამომწერმა მკითხა პერსასრუტზე, თუ რომელი ბრენდის არის და რამდენად მოგწონთ. ჩემ მეგობრებო, ანუ ვიყიდეთ ბეკოში, მგონი აქცია იყო, არ ვიცი სიმართლე გითხრათ, მაგრამ ბეკო რადგანაც ვიცი, რომ კარგი ესე ვთქვათ ბრენდია, გადავწყვეტ რომ მეყიდა, მინდოდა რა თქმა უნდა დაისონის, მაგრამ 2600 ლარამდე ღირდა. ჯერჯერობით ვერ მოვახერხებდი ახლა ნამდვილად მაგხელაფასიანის ყიდვას. მომავლისთვის არ ვიცი ვიყიდი თუ არა, მაგრამ ბეკოსი გადავწყვიტე. სველი არ აქვს, მშრალად წმინდავს ყველაფერს და მტვერს მშრალად იღებს. მოყვება ეს პატარა თავი და მოყვება ჩვეულებრივად გრძელი, რომელსაც ხედავ. ორი თავი აქვს. ერთი რომ ისე ჩვეულებრივად პატარა ადგილებში რომ მტვერი მოწმინდოთ და მეორე არის აი დივანი რო გაწმინდოთ ან ესე ლოგინის ესე ვთქვათ რბილი ადგილები, სადაც პატარა რაღაც ნაბშვენებია, ხო? და ძნელად იწმინდება. ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთი თვე და ნახევარი ან გეტყვით ახლავე, რო გადმოვედით აქ. ხო, რო გადმოვედით უკვე გქონდა ნაყიდი, კი. და ახლობით 10 სექტემბრისთვის, რო ვთქვა, ორი თვე იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ორი თვე არ გასულა. მაგრამ კმაყოფილი ვარ, რა ვიცი. ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ. ეს ჩემი თმები შევიჭერი, ჩემ გამომწერებმა მომწერეთ რომ მოგეწონათ. მაგრამ რა თქმა უნდა კიდე არის დასამუშავებელი, თქვენც ხედავთ რომ ცოტა ზემოთ სხვა ფერია, აქეთ ცოტა სხვა ფერია და რა ვიცი, ვცდილობ მინდა რომ იგივე ფერი მქონდეს, როგორც უწინ ვიღებავდი, მეტი ბუნებრივი ფერში, ანუ შავი ფერი ზოგადად არ მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან მაბერებს და მეტ ასაკს მაძლევს ვიდრე ვარ. და ეს ჩემი ბუნებრივი ფერი, ჩვეულებრივად იმას აქვს მაძლევს, რომ რამდენიც ვარ ზოგადად, ხო? და ამიტომ არ მინდა შავი ფერი. ეხლა რო ვიყავი სალონში, მითხრა რომ ცოტა შავები დაყვებაო. რო ვიყავი სალონში, რო ვიღებავდი თმებს უწინ. კი, კარგად მიკეთებდნენ და ყველაფერი, მაგრამ იმდენად აი, იცით რა არის ჩემი წარბები, არის კი შავი, მაგრამ ჩემი თმები არის თაფლისფერი. მუქი თაფლისფერი არა მაქვს შავი ფერი თმა. და ამიტომ რო წავედი სალონში და ვუთხარ რომ ბუნებრივი თმა მინდოდა ცოტა ჭაღარები რომ მქონდა, იმ ადამიანს ვერ მიხვდათ რომ რა ფერი მქონდა. რო შემიღება იმ სტილისტმა. კი, ძალიან ლამაზი იყო, კი, კარგი იყო, მაგრამ თვითონ რო შემიღება არ მითხრა რა ფერები შეურია, ანუ მისებურად. და შემდეგ, როდესაც შემიღება, დაახლოებით 3 თვე დავდიოდი იმ სალონში, ძალიან მომწონდა, თქვენც გიყვებოდით იქეთ-აქეთ და მეოთხეჯერ რო წავედი, ბოლოს რო ვუთხარი რამდენი უნდა გადაგიხადოთ თანხა, რო შემიღება, ძალიან მაღალი თანხა მითხრა. ძალიან მეწყინა. იმიტომ რომ ანუ ხო შეიძლება რომ გახსოვდეს არა, რომ 3 თვე დავდივარ და ამდენს ვიხდი. მაგრამ ისე მოხდა, რომ არ ახსოვდა თუ რა იყო, ვერ მიხვდი, მომთხოვა იმაზე მეტი. მე გადავიხადე, რა თქმა უნდა, კი ვუთხარი, რომ მე ყოველთვის ამდენს ვიხდიდი თქო. მაგრამ იმის მერე აღარ წასულა ამ სალონში. და აღარ სწავალ, მე ესეთი ადამიანი ვარ, თუ მეწყინება რაღაც, ხო, მე არასდროს არ დავდგავ იქ ფეხს ზოგადად. ესეთი ადამიანი ვარ და არც არასდროს არ წასულვარ. შემდეგ რო წავედი სხვა სალონში, კიდევ მაღალი ფასი გადავიხადე, მაგრამ ბუნებრივ თმებზე ფერზე არ დამიყინა. შემდეგ კიდევ რო წავედი სალონში, შვარცკოპში ვიყავი.
იქაც რო ვიყავი წასული, შემიღება იმ გოგომ თვები, პირველად რო შემიღება, ცოტა აქ წითლები დაყვებოდა და მითხრა, რომ შენი 6 ნომერიაო თმაო და ხელახლა რაღაც დაახლოებით 10 წუთი დამიდო საღებავი. და არა, კარგად შემიღება და რაღაც, მაგრამ საბოლოო ჯამში დასწორება და ყველაფერი რაღაცნაირად არ მომეწონა და შემდეგ რო წამოვედი სალონიდან, კმაყოფილი ვიყავი ფერი რო შემიღებ, მაგრამ დასწორებით თმა, ანუ არ ჩანდა რომ კარგად არის, ანუ დასწორებული. მე სანამ მივიდოდი ამ სალონში, მანამდე მიწერილი მქონდა რომ ფასი რამდენი იქნება თქო და ამ თმას რამდენში შემიღებავთ ძირებს თქო და მოწერილი მქონდათ ყველაფერი ესე იქნება. რომ მივედი ვუთხარი, ესე მითხრეს მეთქი ეს თანხა გადავუხადე და მე რო წამოვედი მეთქი ზუსტად ესე მინდა თმები რომ მქონდეს გადავუგზავნე ფოტო. ხო და მომიბრუნა ამ სტილისტმა და მითხრა რომ ეგო თმებიო თქვენიო ეს თანხა არ ღირსო, ეს თანხა ღირსო. მე ვთხარი თქვენ თვითონ მითხარით მეთქი რომ ამდენი თანხა ღირდა თქო და ეხლა უმატებთ მეთქი. ანუ წარმოიდგინეთ ძალიან ყველა სალონში ერთი და იგივე ხდება რა. ანუ რომ მიდიხარ ისე გიმატებენ თანხას და მეორეჯერაც რომ მიდიხარ უკვე აღარ გაქვს სურვილი რომ წახვიდე. მე წინაზე იმ სალონზე ვსაუბრობდი, მაგრამ რა ვიცი, ეხლაც ვამბობ, იმიტომ რომ ეს არის ჩემი მოსაზრება. არ ვიცი, ანუ არ ვიცი არიან სალონები თუ არა, რომელიც ყოველთვის ერთი და იგივე თანხა აუთ, ხო? აი პრესტიჟულ სალონებში, სადაც კი წახვალთ, ყოველთვის მე ყოველ მისვლაზე აუცილებლად სხვა თანხას გეტყვიან. ესე უკვე დარწმუნებული ვარ. ეხლა სადაც ვიყავი, რა ვიცი, საყვარელი გოგო იყო, იგივე თანხა გადავიხადე, რა თქმა უნდა, როგორც სხვაგან ვიხდიდი, მაგრამ რადგანაც ეს ეხლა ეს ფერია, იმიტომ რომ ბოლოს სადაც ვიყავი სტილისტთან ვუთხარი, რომ ბუნებრივ თმაზე მინდა და შემიღება ისეთნაირად, რომ საერთოდ არ მინდოდა ეგ ფერი. ამიტომ მე ალბათ სავარაუდოდ იმის გამო, რომ სხვა ფერი შემიღება იმ გოგომ, ცოტა შავები დაყვებოდა. და ეხლა ამ გოგო მითხრა, რომ მეორჯერ რომ მოხვალო, მეტად უფრო კარგად დაგიჯდებაო და ვნახოთ, როგორანაირად შემიღებას. მოკლედ არაფერს აღარ ვლაპარაკობ, ესე რომ ვთქვათ, ზედმეტად. ხო, არ ვიცი თუ ვინმეს ქონიათ ესეთი პრობლემა სალონებთან დაკავშირებით, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარები. მინდა რომ წავიკითხო კომენტარი, რომ მარტო მე არ ვარ, ხო? იმიტომ რომ რა ვიცი, რამდენჯერ მივიდივარ სალონში, ანუ ვისაც რა თქმა უნდა ჭაღარა გაქვთ და ვისაც ეს პრობლემა გაქვთ, თორე სახლში შეიძლება რა თქმა უნდა შეიღებოთ, მაგრამ მე რომ მინდა რომ ბუნებრივად იყოს და მე რომ მინდა რომ კარგად გამოიყურებოდეს, ამიტომ მივიდივარ სალონში. და საბოლოო ჯამში ისე მოხდება, რომ წინაზე ვიდეოშიც გეუბნებოდით, ვიყიდი მე თვითონ საღებავს, უკვე ვიცი აფთიაქებშიც იყიდება, კარგი ხარისხია სხვათა შორის იქაც და შევიღებავ მე თვითონ სახლში, ამ გოგომაც ბოლოს მითხრა, ჩვეულებრივად იყიდიო ძირებსო შეიღებაო და მთლიან შეღებაზე სალონში შეგიძლია მოხვიდეო და ძირებიო ადვილიაო ძალიანო და რო გეცადინება უკვე შენი ფერიო ზუსტათო, ჩვეულებრივად შეიღებაო, ესე მითხრა. ჩემ მეუღლეც მითხრა, მე დაგეხმარებიო, შეგიღებავო, ვიყიდეო, ისაღებავიო და რა პრობლემა არისო, ესე მეუბნება ჩემ მეუღლე, რომ დაინახო, რომ დავიტანჯე და გავიწამე ამ სალონებში სიარულით, მოკლედ ესე მითხრა. რავი, ესე გული გადაგიშალეთ. ზოგადად ის ადამიანი ვარ, რომელიც არასდროს არ ვლაპარაკობს რაღაც ცუდს. ეხლა ცუდი რა, ცოტა გავიწამე, ცოტა დავიტანჯე და ეს თემა არა, რომ გაგიზიარეთ. ეხლა თქვენც ისე საბოლოო ჯამში ეხლა რომ ვუყურებ ჩემ თმებს ესე ხო ძალიან მომწონს. აი ნახეთ, ხოლმე ეხლა არ ჩანს რომ ძალიან ყვირის ან რაღაც აჭრელებულია და ასე შემდეგ რა, მომწონს ძალიან. ასე რომ ჩემოკარგებო, აქ დავასრულებ. ძალიან გთხოვთ. იაქტიურეთ ჩემს ვიდეოებზე, დამილაიქეთ, დამიკომენტარეთ და გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ გამახაროთ მე. გაკოცეთ ყველა.